გამარჯობა ყველას. მოგესალმებით ჩემს საავტორო გადაცემაში YouTube არხზე პოლიტიკური ცხოველი. პირდებით ძალიან საინტერესო თემებზე საუბარს და მინდა ეს გადაცემათა ციკლი, თუ შეიძლება ესე დავარქვათ, გაიხსნას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემატიკით ჩვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად, რაც უკავშირდება ეროვნულობის, ნაციონალიზმის საკითხებს. ამას ჩვენ გავშვით შემდგომში ჩემს ამჟამინდელ სტუმართან ერთად, გიორგი დავითაიასთან ერთად და განვიხილავთ თუ რა გამოწვევების წინაშე არის დღევანდელი მოძრაობები, ეროვნული და ნაციონალური მოძრაობები საქართველოში და მათ შორის ევროპაში. მე მინდა შესავალი გავაკეთო, ვიდრე გადავალთ თემის განხილვაზე, ერნესტ გელნერის ციტატით, რომელიც ერების ფორმირებას ახასიათებს თავის ერთ-ერთ ნაშრომში. ერნესტ გელნერი ამბობს: აგრარულ საზოგადოებას მყარი და მუდმივი სოციალური სტრუქტურა გააჩნდა რეგიონალიზმიდან და პროფესიების შეზღუდული ხასიათის გამო. არსებობდა ქვეკულტურები, რაც იყო ჩვეულებრივი მოვლენა. თუმცა ინდუსტრიულ საზოგადოებაში ეს შეიცვალა და მასშტაბი გაიზარდა. ქვეკულტურები კი ჩანაცვლდა საერთო უფრო დიდი კულტურის და ენის საჭიროებით, რის გამოც საზოგადოება ერი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ერების ფორმირება ძირითად შემთხვევაში მაინც უკავშირდება აგრარული საზოგადოებების დაშლას, ესე ვთქვათ, და აგრარული საზოგადოებების ჩანაცვლებას ინდუსტრიული საზოგადოებებით, რადგანაც პირველ რიგში ინდუსტრიულმა საზოგადოებებმა განაპირობა სხვადასხვა კუთხეებისა და რეგიონებში დასახლებული ადამიანების მეტნაკლებად შეერთება, კომუნიკაციის გააქტიურება და ურთიერთთანაცხოვრების გააქტიურება ზოგადად. რის გამოც ეს ერის ფორმირება უფრო მეტად გახდა თვალსაჩინო და ის ხალხი, ვინც იზიარებდა საერთო კულტურას, წესჩვეულებებს და ენას პირველ რიგში, წარმოიქმნა როგორც ერთიანი ეროვნული და ნაციონალისტური სივრცე. საქართველოს მაგალითზე არსებითად ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოვჭით ინდუსტრიულ საზოგადოებას და გაცილებით გვიან და გაცილებით დაბალ დონეზე მიმდინარეობდა ეს პროცესი, მოგვეხსენება ჩვენ რუსეთის იმპერიის ქვეშ ვიყავით მაგ დროს და ამიტომ, მაგრამ ამის გამოვლენებები და ერის ფორმირების გამოვლენებები აშკარა იყო. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო აჯანყება 1832 წელს, შეთქმულებას გულისხმობ და შემდგომში უკვე ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა თავისთავად ცხადია, თერგდალეულების მოღვაწეობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქართული ერის ფორმირებასთან. მაგრამ როგორც ასეთი ქართული ნაციონალიზმი მაინც ჩემი აზრით დაკავშირებული არის ეროვნულ მოძრაობასთან, რაც კავშირში არის თავის მხრივ სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასთან, რაზეც 2 საუკუნეზე მეტი ოცნებობდა ქართველი ერი. ამ თემასთან დაკავშირებით მე მინდა გადავიდე ჩვენ სტუმართან, ჩემს თანამოაზრესთან და ჩვენი ორგანიზაციის ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის თანადამფუძნებელთან გიორგი დავითაიასთან და მას მინდა ვკითხო მისი მოსაზრებები ზოგადად, მისი ხედვები, რა გზა გაიარა ეროვნულმა მოძრაობამ, ცალსახაა რომ მან მიზნებს გარკვეულწილად მაინც მიაღწია, იმიტომ რომ ჩვენ 90-იან წლებში მივიღეთ მეტნაკლებად სუვერენული სახელმწიფო და ვეცადეთ რომ ეს სახელმწიფო ყოფილიყო დისტანცირებული რუსეთის იმპერიისგან, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეულწილად რაღაც მიზნებს ვერ მივაღწიეთ და ამას დღემდე ჩვენ მივკით, რომ ამ მიზნის მიუღწევლობა ჩვენი ყოველდღიურობა არის. ამდენად მინდა თქვენი აზრი მოვისმინო თემასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები არხის მაყურებელს და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს ვიდეოს შემდგომში იხილავს. მადლობას გეტყვი გიორგი გადაცემაში მოწვევისთვის. ხო, ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, ესე რომ ვთქვათ, და პირველი ნიშნები არის იმ დისიდენტურ მოძრაობებში, რაც დაიწყეს მერაბ კოსტალონ ზვიად გამსახურდიამ თავიანთი მოღვაწეობის საწყის პერიოდში. და მე ესეთ ვიტყვი, რომ პირველი ესეთი კონსოლიდაცია საბჭოთა კავშირის დროს, როცა ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო და პირველი გაერთიანება ქართველი ხალხის და პირველი ესეთი ერთიანი პასუხი იყო 14 აპრილი. როცა ქართული საზოგადოება გამოვიდა თავისი ენის დასაცავად და არ დაუშვა ის, რომ სახელმწიფო ენა გამხდარიყო რუსული. ეს იყო პირველი ესეთი კონსოლიდირება საბჭოთა რეალობაში ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. ეს გაერთიანება 56 წელს სტალინის გარდაცვალების და მისი კულტის დაგმობისაც დროსაც მოხდა. ამას ეხა ნაციონალისტურ
ნელფერთან ვერ დავაკავშირებთ. ენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამსაზღვრელი და ენის დაცვა იყო ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც წამოიჭრა საბჭოთა რეალობაში ქართულ საზოგადოებაში. შემდგომ უკვე 80-იან წლებში აქტიურად იწყებს ეროვნული მოძრაობა, სხვადასხვა გაერთიანებები და პლატფორმები ეროვნულ საკითხზე მუშაობას. და მივდივართ იქამდე, რომ 1989 წლის 9 აპრილი ხდება. 9 აპრილამდე მას თავის გარკვეული მოვლენები ჰქონდა აფხაზეთში და შემდგომ ეს გამოსვლები გრძელდებოდა რამდენიმე დღე თბილისში და მოხდა 9 აპრილი. აქ ერის დიდი ნაწილი იყო მაშინ ქუჩაში გამოსული და საპროტესტო აქციები უწყვეტად გრძელდებოდა, როდესაც 9 აპრილს საბჭოთა კავშირმა და საოკუპაციო ძალებმა სისხლში ჩაახშვეს ქართველი ხალხის გამოსვლა. ამას შემდგომში უკვე ქართულ კომუნისტებშიც მოყვა გარკვეული ძვრები და ისინი მათთვისაც არ იყო მოსაწონი ის, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ამას შემდგომში უკვე ნელ-ნელა საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების შესუსტებას შეუწყო ხელი. ხოლო შემდეგში როდესაც უკვე საბჭოთა კავშირის რღვევა დაიწყო 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გამოვლინება ქართველი ერის მისი დამოუკიდებლობის სწრაფვისკენ, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ამათ შემდგომში უკვე რეფერენდუმთან ერთად არჩევნებიც ჩატარდა და ეროვნულმა ხელისუფლებამ ყვალმა მაგიდამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. კი, ანუ ჩაგეჭრები, ეს რეფერენდუმი რო იყო საერთაშორისო მნიშვნელობის და საქართველოს ასპარეზზე გამოსვლას უსვავდა ხას, ამას ჩემი აზრით ადასტურებს ამერიკის მაგდროისთვის ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ჩამოსვლა საქართველოში და სწორედ ამ რეფერენდუმზე დასწრება. სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ აი ახალი ერი იბადებოდა ამ პერიოდში, ხო? თუმცა მე იქ გააგრძელე ახლა თუ შეიძლება მოხდა რაღაც მოვლენები, რის გამოც პრინციპში ხო. არჩევნები, რეფერენდუმი იყო ხო ეს ყველაზე მაღალი გამოვლინება, რაც აღნიშნეთ ჩვენ ქართველი ერის და ახალი ერის დაბადების და ახალი ერები და ახალი სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ჩამოყალიბდა. თვითონ უკვე რუსეთიც უკვე ახალ რეალობაში ახალ ერად ჩამოყალიბდა და ჩვენი სამეზობლოც გეოპოლიტიკურად ახალ ვითარებას ეგუებოდა. შემდგომში საქართველოში უკვე როგორც კი დაიწყო აი პირველი სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა, მთავრობის ჩამოყალიბება, იმ ინსტიტუციების შექმნა, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სჭირდება და ქვეყანა დადგა განვითარების რელსებზე. სამწუხაროდ მაშინდელმა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ იმ პერიოდში მე უფრო მეხუთე კოლონას ვიტყოდი მათ მიმართებაში, რაც მათ გააკეთეს იმ პერიოდში საქმე, მოხდა ის, რომ ეს გაერთიანება წავიდა პოლარიზაციისკენ. ჩვენ მივიღეთ არც ისე დიდი გამოსვლების სიმართლე რო ვთქვათ, ეხა ქუჩაში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ არ იყო ეს კრიტიკული მასა, რომელიც საც უნდა შეეცვალა ხელისუფლება. ეხა იმაზე არ დავიწყებ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ვის რა შეცდომები ჰქონდა და ვინ როგორ გაართვა თავი ამ ყველაფერს. უბრალოდ მოხდა ის სამწუხარო ფაქტი, რომ პოლარიზაცია დაიწყო ქვეყანაში და ყველაზე მძიმე სანამდეც მივიდა ახლად ჩამოყალიბებული, ახლად ფეხადგმული ერი, ეს არის სამოქალაქო ომი. მოხდა იმის პრეცედენტი, რომ ქართველს რუსთაველის გამზირზე ესროლა ტყვია და დაიღვარა სისხლი. აქედან უკვე პროცესები მიდის უმართავად. ის ერთიანობა და კონსოლიდაცია, რაც ჩვენმა ერმა თუნდაც რეფერენდუმში გამოავლინა, შემდგომში არჩევნებზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება ამ ერთიანობის წინააღმდეგ, ნელ-ნელა მსხრევას იწყებდა. ამ პროცესებში მნიშვნელოვანია ხაზი გაუშვათ იმას, რომ გარეძალებიც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები. ამ გარეძალებში გულისხმობ რუსეთის ფედერაციას, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს იმდროინდელ ოპოზიციას და იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში იარაღით გამოვიდნენ. ამის ფაქტები აშკარად წარჩნდნენ კიტოვანსაც აქ ნათქვამი, რომ რუსები გვაძლევენ ვის გამდა მეყიდა იარაღი, რუსების გამყიდულობდი იარაღს. უშუალოდ ორკესტრირებულად მიდიოდა ის სამუშაოები, რომ ქართველებში მომხდარიყო პოლარიზაცია. შემდგომში ვითარება იქამდეც მივიდა, რომ ეროვნულ ხელისუფლებას მოუწია ქვეყნის დატოვება და ჩვენ გარდამავალ პერიოდშიც ვიმყოფებოდით სამხედრო ხელისუფლების ქვეშ, რამაც მე კიდევ უფრო მძიმე საკითხებს დაუდო საფუძველი. ეს არის კონფლიქტი აფხაზეთში.
კონფლიქტი აფხაზეთში, რომელიც უძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაუპირისპირდით ახალ შექმნილ სახელმწიფო რუსეთის ფედერაციას პირდაპირ მნიშვნელობით. ჩავებით უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში. ამანაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვია პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, კიდევ უფრო მეტი განხეთქილება არ იყო ერთმანეთის მიმართობა, ურბანაკად გაიყო ქვეყანა, რაც ერის ფორმირების საკითხში და დასაწყის პროცესში ძალიან მძიმეა და დიდი კვალი დაატყო, შემდგომში ამას ვიტყვით რა კვალიც დაატყო ქართულ საზოგადოებას ამ დაყოფამ, რომ დღემდე გრძელდება ეს ზვიადისტები, შევარნაძის მომხრეები და დღემდე არის ეს დაყოფა საზოგადოებაში დარჩენილი და ეს აღქმები. მაშინ სამეგრელოში ნებართვის გარეშე ვერ გაივლიდა მაგალითად იმდროინდელი სამხედრო ხუნტის მომხრეები და იყო დაპირისპირება ერთმანეთთან და ფაქტები იმისა, რომ წალენჯიხაში მოხდა მაგალითად ძალიან ესეთი ცუდი ფაქტი, როდესაც თავს დაესხნენ ერთმანეთს, მე აფხაზეთშიც იყო გარკვეული გაუგებრობები ერთმანეთის მიმართ. ეს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, ზედაპირულად ჩვენ ახლა რასაც ვამბობთ ფაქტებს, ამ ფაქტების უკან ძლიერად მოქმედებდა რუსეთის ფედერაცია. რომელსაც თავისი ინტერესები ჰქონდა, შემორჩენილი იყო იმდენდროის სპეცსამსახურების რაღაც ნაწილი საქართველოში, ჩვენ არ ჰქონდა რაღაც უსაფრთხოების არქიტექტურა შექმნილი, ახალი სახელმწიფო ვიყავით, ისევ იგივე სპეცსამსახურებზე დაყრდნობით მუშაობდით და იგივე მოდელი ჰქონდა. და ჩანასახშივე ჩაკლა რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს, ერთიანი საქართველოს და საქართველოს ერის ჩამოყალიბების პროცესი. კი ბატონო, ანუ რეალურად რუსეთის მთავარი ამოცანა მაგ შემთხვევაში ის იყო, რომ ეროვნება და ნაციონალიზმი საქართველოში ვერ ჩამოყალიბებულიყო, რადგანაც პირველ რიგში, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ და ეს გელნერის ფრაზას მაგიტომ მოვიყვანე, ნაციონალიზმი უკავშირდება კონსოლიდაციას სხვადასხვა კუთხეებიდან, სწორედ და სხვადასხვა ქვეკულტურებიდან უფრო დიდ გაერთიანებაში შეერთებას, ერში შეერთებას და რუსეთის ძალისხმევით გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ისევ რაღაც მეგრელი, კახელი, გორელი და სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლები გავხდით და არა ქართველები, ესე არ არის? კი. ამიტომ მე მგონი სწორედ ამაშია მთავარი მზაკვრობა მათი მუშაობის, რაღაც გაგინდოდა. ხო, მაგ საკითხს მინდა რომ შევეხო ზუსტად, რომ ეგ 90-იანებში რუსეთის ფედერაციის წამოწყებული საკითხი არ იყო, კარგად გაღვივებული იყო საბჭოთა კავშირში 50-იანი წლებიდან. ჩვენ გვახსოვს, რომ 50-იან წლებამდე ეს იყო მულტიკულტურული სახელმწიფო, აქ ეროვნება არ არსებობდა, მაგრამ უცებ მეორე მსოფლიო ომის მერე, სტალინის პერიოდში დაიწყო საკავშირო შეკრებები, სადაც ყველა ასე ჭალებში თქვა მოძბე რესპუბლიკა თავის კულტურის წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოშიც ეწყობოდა მსგავსი, რომ ყველა კუთხეს თავისი ისტორიული, კულტურული საკითხები გამოიტანა და ნელ-ნელა დაიწყო გაღვივება იმის, რომ მაგალითად კახელი დასაცინი, მეგრელი დასაცინი, ერთმანეთის დასაცინი გახდა ეს ხალხი, როცა ჩვენ ერთი სახელმწიფო ვიყავით. მათ შორის ეს ყველაფერი იუმორშიც არის ასახული, ხო, ჩვენ რაღაც ვიცით, რომ ეს დაპირისპირება და ეს განწყობები იმ თაობებში აქტიურად იგრძნობა. არა აქვს კარგი დამოკიდებულება, მაგალითად, ეხლა ესეთ თემაში შეიძლება შევეხოთ და თქვათ სენსიტიურს, აი აჭარლები ზოგადად ქართველებადაც არ მიაჩნდა იმ პერიოდში, იყო ეგ აღქმების და ეგ საუბრები იმ პერიოდის ქართულ საზოგადოებაში, კომუნისტურ საზოგადოებაში და ეს იქიდან მოდის ეს დაყოფა. იქიდან იღებს საფუძველს და რეალურად ეს უშლის ერის კონსოლიდაციას ხელს. ეგივე დამოკიდებულება ფეოდალურ ხანაშიც იყო, ხო, საქართველოს ფეოდალურ ხანაში დაყოფილი იყო სამსამეფოდ და ერთ სამთავროდ და იმ დროსაც ერთმანეთს შორის კავშირები იმდენად გაწყვეტილი იყო. იყო საუკუნეზე მეტი გავიდა ისე, რომ ქართულ ჯარს ერთად არ ქონდა იმ პერიოდში ხმალი აღებული მტრის წინააღმდეგ და ერთმანეთის დაპირისპირებაში იყო. ნაციონალიზმი არის ზუსტად ის ფენომენი, რომელიც კულტურული, ენობრივი და სოციალური მახასიათებლებით აერთიანებს ხო ქვეყნებს. ჩვენ მაგალითად ევროპაში ამ პროცესებს როცა უყურებთ და ვხედავთ, საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, მაშინ ფრანგიერი კონსოლიდირდა და გაერთიანდა იმ შემთხვევაში მოისპო ის საზღვრები, შიდა საზღვრები რაც ერთმანეთში იყო, ფეოდალიზმის და სუვერენის ხელში აღარ იყო უკვე ეგ საკითხები გადასაწყვეტი და ერი ფორმირდა. ასე იყო
გერმანიაც ხო 39 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობდა და პრუსიის ქვეშ გერმანია გაერთიანდა. ერთი ენის ქვეშ, ერთი კულტურის ქვეშ, ერთი სახელმწიფოს, ერთი ერთობის ქვეშ. აი საფრანგეთის და ამერიკის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ და ამერიკის რევოლუციამ ის ელემენტები შეძინა სახელმწიფოებს, რომ გაჩნდა ჰიმნი, გაჩნდა დროშა, ერთ ენაზე დაიწყო კომუნიკაცია ადამიანებმა, როცა იყო რაღაცა კუთხური დიალექტები, ხო, სასაუბრო. ამას ინდუსტრიულმა რევოლუციამაც თავისი კვალი დაატყო, ეკონომიკური თვალსაზრისით იყო ბეჭდვითი საშუალებები, გაზეთები, სადაც ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ. მიგრირება დაიწყო ხალხმა, სოფლებიდან ჩამოვიდნენ ქალაქებში, იმიტომ ინდუსტრიული ზონებად იქცა ქალაქები და აქ უკვე სხვადასხვა კუთხის ენობრივი ბარიერის თუ ესეთი კუთხური დიალექტის მქონე ხალხი ერთ ენაზე ალაპარაკდა და ერთი სოციუმი შექმნეს. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი. ეს კიდევ ერთხელ ეს რის გამო მოხდა, როგორ მოხდა ზოგადად ნაციონალიზმის ჩამოყალიბება და ერების ფორმირება, რომ დაასაბუთე ძალიან საინტერესოა, დარწმუნებულ მაყურებელსაც დააინტერესებს და ჩვენ რომ ამას ჩამორჩით, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძლით ეს ინდუსტრიული რევოლუცია, ჩვენ ისევ დავჭით რუსეთის იმპერიის პროვინციად თავდაპირველად და შემდგომში მე უკვე საბჭოთა კავშირში შეგვიყვანეს იძულებით, სადაც საერთოდ ერის კონცეფცია ლენინის იდეიდან გამომდინარე საერთოდ აკრძალული და მიუღებელი იყო, რადგან მუშა და პროლეტარი იყო პირველი პლანის განსახილველი, ხო? ასე რომ ამან ჩვენი ერის ფორმირებას ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა და იდეაში ის ეროვნული მოძრაობა, რაც 80-იანი წლების ბოლოს განვითარდა, მე მგონი რაღაც მხრივ საკვირველიც კია მათ ეს ძალები როგორ მოიკრიბეს, ხო, ამ დროს. თუმცა, ეს დიდი დაგროვებული ენერგია, რაც 10 წლეულების განმავლობაში დაგროვდა და ვერ მოხდა ამ ენერგიის გარდაქმნა ეროვნული საქმეების და ნაციონალიზმის ჩამოსაყალიბებლად, მე მგონი გარკვეული ლოგიკა ამას აქვს, რომ რაღაც დროს, როდესაც დასუსტდა რუსეთის საბჭოთა კავშირის იმპერია, მაგ დროს პოვა ამან გასაქანი. მე მინდა ხაზი გაუსვა აი მომენტს, როდესაც სუვერენიტეტი არსებობს სუვერენიტეტი როგორც ასეთი ნაციონალიზმის გარეშე და ეროვნულობის გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ ეხლა მაშინ სუვერენიტეტი ჩვენ ინდივიდებს ვერ გვექნება, ხო, ასეა, ეს უნდა გქონდეს გარკვეული იგივე რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რაღაცაზე შეთანხმებულ საზოგადოებას, რომელიც ერად არის გარდაქმნილი. და ეს სუვერენიტეტიც და ამ სუვერენიტეტის დაკარგვასაც ყველა მხრივ რომ შეუწყო ხე რუსეთის ფედერაციამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დაწყებული იქ მინისტრების დანიშნით, ხო, იქნებოდა ეს თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, პირდაპირ წარმოგზავნილები რუსეთის იმპერიის რუსეთის მხრიდან. ჩემი აზრით ეს სწორედ ამას მიუთითებს, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ძალიან ბევრს მუშაობდნენ იმაზე, რომ რაღაცნაირად არ მოხდარიყო ერის ფორმირება, რაღაცნაირად ეროვნული სუვერენიტეტის გადაცემა არ მოხდარიყო საქართველოსთვის და კვლავ მათი, ესე ვთქვათ, დაქვემდებარების ქვეშ ემუშავა, ხო? ისეთ კრიტიკულ ინსტიტუტებს, როგორებიც შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტროა, ხო ასე? კი, ეგეთი პირველი ზეწოლის ესეთი, გლობალური საკითხი, რომელიც გეოპოლიტიკური საკითხი ჩვენ წინაშე დადგა, იყო დსთ-ში შესვლის საკითხი. 91 წელს აქტიურად ითხოვდა რუსეთის ფედერაცია იმას, რომ საქართველოს შეერთებოდა დსთ-ს. როცა ქართველი ერის და სახელმწიფოს ნება არ იყო, ხო, ისევ იმ ფორმალურად საბჭოთა კავშირის რაღაც ელემენტების მქონე ორგანიზაციაში შესვლა, ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკის დაწყება გვსურდა. სამწუხაროდ ვერ ვნახეთ იმდროინდელ კაფიოდ ვერ ვნახეთ საგარეო პოლიტიკის ნაწილში რა სურდა ახლად მოსულ ეროვნულ ხელისუფლებას. ამის კაფიო მაგალითები ჩვენ არ გვაქვს. რომ ასე ვთქვათ, არ დასცალდა ეს საკითხი და შემდგომში უკვე ომამდეც აი სამსახური დაეცემოდა მანამდე დსთ-ში შევედით, უკვე რეალურად დავჭით რუსეთის ორბიტაზე. ის საკითხები, რომ შიდა პოლიტიკაში აქტიურად ერევა რუსეთი, კაკების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გენერალი აქ უშიშროების მინისტრი, თავდაცვის მინისტრიც, ტერაქტები. კი ბატონო, ის ტერაქტები დროინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რაც მაშინ განხორციელდა, ტერაქტები რა იქ პირველი ტერაქტი, რომელიც განხორციელდა შევარნაძის წინააღმდეგ, მაშინ გამოძიებას გიორგაძის კვალზე გავიდა. ხო, მაშინდელი მინისტრის მაინც თქვით და დავასახელეთ ეს პიროვნება და არ არის საიდუმლო, ეს არ არის პრობლემა. ყველა მოსანელი მიხვდებოდა ჩვენ ვისაც გულისხმობდით.
ამ შიდა პოლიტიკაში ჩარევა აქტიურად გრძელდებოდა 90-იან წლებში და ყველაზე ესეთი კაფეო მაგალითი იმის, რომ შევარდნაძემ დაიწყო 90-იანების ბოლოსკენ სვლა ევროპისკენ, ხო? ახლა ეს სვლა ევროპისკენ ესე არ მოსულა ეს ქართველი ერის ესე რომ ვთქვათ ისტორიული მეხსიერება ევროპასთან კავშირი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია სავაჭრო იქნებოდა ეს კულტურული იქნებოდა თუ სხვა კავშირები დაგვემყარებინა ევროპასთან. ამის კარგი მაგალითი არის ფერერა ფლორენციის კრებაზე, როცა ქართველები მზად იყვნენ კონსტანტინოპოლისთვის ბრძოლაში ჩართულიყვნენ და რომის პაპს თავის წერილიც კი გაუგზავნეს, რომ ჩვენ მზად ვართ. ანუ ჩვენი ისტორიული საწყისებია ევროპა და ევროპული ცივილიზაცია და კულტურა და ამისკენ დაიწყო, ხო? სვლა ნელ-ნელა საქართველოს და რა პროცესები ვითარდება ამ პერიოდში. რუსეთი აქტიურად ცდილობს, რომ საქართველოს არ გადავიდეს ევროპულ ორბიტაზე. აქტიურად ცდილობს, რომ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიც არ გავიდეს საქართველოსზე და ეს პროექტიც არ განხორციელდეს.იდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ მოვხდით ევროპისკენ მიმავალ დერეფანზე, უკვე მნიშვნელობას ვიძენთ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ საკითხებში და შესაბამისად უკვე ნელ-ნელა სუვერენიტეტსაც ვიკრებთ. ნელ-ნელა გამოვდივართ ამ რუსული ორბიტიდან და არ გვიშვებს რუსეთი, არ უნდა რომ გაგვიშვეს. ცდილობს ყველანაირად ჩაერიოს ამ პროცესებში. და შემდგომში შევარდნაძეს მაინც ბოლომდე არ დასცალდა, რაც უნდა ავა თუ კარგად მისი პოლიტიკის საკითხია, რომ ვერ მიიყვანა ეს საკითხი, მაგრამ პირველად ევროსაბჭოში მის დროს გავწევრიანდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში ევროპულში იმ პერიოდის და ნელ-ნელა ვცდილობთ რუსეთის გავლენებიდან გამოსვლას. ხო? მაგრამ აი საბჭოთა ნომენკლატურა ვინც იყო შევარდნაძის დროს ისევ დარჩენილი და ის კორუფციული გარემო რაც იყო ეგ ყველს მაინც უშლიდა ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავეციეთ იმდროინდელ ეპოქას, ხო? აი რასაც შენ ამბობდი, რატო ჩამორჩა საქართველო. ჩვენ ჩამოვრჩით მე-19 საუკუნეში იმ დიდი ერების წარმოშობის პროცესებს და ნაციონალიზმის განვითარებას ევროპაში და მთლიანად კონტინენტზე. ჩვენ ჩამოვრჩით შემდგომ პროცესებს, როდესაც 1918 წელს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შევქმნით. ამ პერიოდშიც ევროპაში ბევრი სახელმწიფო შეიქმნა, პირველი მსოფლიო ომი ალბათ მწვერვალია ნაციონალიზმის, ბევრი სახელმწიფო წარმოიშვა ამ პერიოდში ევროპაში. ჩვენ აქაც ვერ გავძელით, ხო, საბჭოთა კავშირი მოგვიწია. მე საბჭოთა კავშირის დროს გამოვაკლდით იმ პერიოდს, როდესაც კოლონიზაცია დასრულდა და კიდევ ახალი ტალღა წამოვიდა აფრიკის და აზიის კონტინენტზე. ნუ ახლა იქ ნაციონალიზმის საფუძვლებიც იყო და ნაციონალიზმმა დიდი როლი იქონია ამ ყველაფერში, რომ ეს ერები ფორმირებულიყვნენ და სახელმწიფოებად ქცეულიყვნენ. ჩვენ ამ პროცესებს ჩამოვრჩით ინდუსტრიულ პერიოდშიც, ჩამოვრჩით შემდგომ ინფორმაციულ ტექნოლოგიურ პერიოდში, გვახსოვს ახლა 90-იან წლებში, ვიცი, უშუქობა, უგაზობა, ტელევიზია ალბათ რამდენიმე ტელევიზია იყო ქვეყანაში და ბეჭდური მედიაც კი არსებობდა, მაგრამ უკვე ნელ-ნელა სამყაროში სხვა ტენდენციები იყო. ამ პერიოდსაც ჩამოვრჩით და აი ესე მინდა აღვნიშნო ახლა ამას ვერ წავალთ ჩვენ თანამედროვე ისტორია 2003 წელი არის კიდევ ერთი მაგალითი ახლა წარმოშობილი საქართველოს სახელმწიფოში ერის კონსოლიდაციის საკითხი, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ერთხმად თქვა უარი კორუფციაზე, იმ პრობლემებზე, რაც იყო საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. კი, ახლა მაგას ვერ უყავს ნამდვილად, რომ ვარდების რევოლუცია რეალურად განხორციელდა საზოგადოების უდიდესი მასების და ფენების კონსოლიდაციის შედეგად, ხო? ახლა იქ ვინ გახდა პრეზიდენტი, მერე რაღაც დროის მერე როგორ გააგრძელა მმართველობა, ვინმეს მოწონს, ვინმეს არ მოწონს, ეს სხვა საკითხია და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ეს არ არის, მაგრამ ის რომ შევარდნაძის გაძევება და ხელისუფლებისგან ჩამოშორება ემსახურებოდა რაღაც სიახლის და თანამედროვე სახელმწიფოს სტრუქტურების შექმნის, ინსტიტუტების შექმნის სურვილს, ხო? მე მგონი ამაზე არავინ არ დაობს და ვარდების რევოლუცია მოახდინა, მე მგონი, რავი, საზოგადოების 60-70%-მა, 80%-მაც კი შეიძლება, ასე რომ მე მგონი ეს რაღაცა მიკერძოვებული მოსაზრება ვერ იქნება. ხო, არა, მე ამას ვამბობ იმ კონტექსტში, რომ აქ უმრავლესობამ, ერის უმრავლესობამ გადაწყვიტა ეს და
ეს მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს პროცესები წასულიყო. ეხლა იმის მერე მსჯელობაში ჩვენ არ შევალთ რა პოლიტიკური პროცესები განვითარდება. მაგის დროს მოვა. ამ ეტაპზე არ არის ჩვენი განხილვის საგანი. მე მგონი ჩვენ რეალურად საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ნაციონალიზმის ეგრეთ წოდებულ შემოbrunებას აი ინგლისურად რო ეძახიან comeback-საც, ხო? მაგასაც ჩამოვჭით და ჩამორჩენილები ვართ სამწუხაროდ. ნუ ჩვენ ზოგადად ირონულად ჩვენი მეგობრები გარკვეულწილად რაღაცას ვცდილობთ, რომ ეს შეივსოს ეს სიცარიელე რაც არის ქართული ნაციონალიზმის და გნევად კონსერვატიზმი დავარქვათ ამასაც განვიხილავთ შემდგომ ეპიზოდებში. მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა თანამედროვე ტენდენციებს, რაც ახასიათებს ნაციონალიზმს და აი თუნდაც ევროპული ერების თვითგამორკვევის საკითხს და კიდევ უფრო აი ევროპაში მოქმედებდა 60-იანი 70-იანი წლების მერე ეს მულტიკულტურალიზმის თემა, რაც ფაქტობრივად მიდიოდა და დღემდე ვინც კი ცდილობს და ვინც შემორჩა ამაზე, ვინც მუშაობს, ცდილობს რომ რაღაცნაირად ეს ძირითადი ერი, რომელიც თქვათ გერმანიაში ან საფრანგეთში ან იტალიაში ხო, ძირითადი ერი, რასაც ეძახიან ადგილობრივებს, ესე ვთქვათ, დააკავშიროს ისეთ ხალხთან, რომელსაც არანაირი უპირატესობა არ გააჩნია, ვთქვათ, გერმანიაში ან იტალიაში ჩასულ სხვა ერის წარმომადგენელთან, ხო? ეს მულტიკულტურალიზმის იდეა მიზნად ისახავს იმას, რომ ადგილობრივ ერს არ ქონდეს რაღაც გარკვეული უპირატესობა. ნუ რაც შემიძლია აბსურდი არის ხა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ რაღა ნაციონალიზმზე საუბარი, ხო, შენ ერის ფორმირებაში ჩართული ხარ, შენ ბაბუამ, პაპამ, მამამ იბრძოლა პირველ მეორე მსოფლიო ომებში, მოიყვანა ქვეყანა, რა ვიცი, იქ ფაშიზმისგან, ნაციზმისგან გაათავისუფლეს, გადაარჩინეს, ახლა ინგლისელები იყვნენ ამას წინად დიდი აქცია ჩატარდა ინგლისში, ხო? და მაგ დროს იყო საუბარი ზუსტად ამაზე, რომ მათმა ბაბუებმა იომეს ნაციზმის წინააღმდეგ, გადაარჩინეს ეს კუნძული, ხო, როგორც ისინი ამბობენ, ეს ინგლისი, დიდი ბრიტანეთი და ეხლა ვთქვათ, ვიღაც საიდანაც ჩასული ადამიანები ამბობენ, რომ მათ იგივე უფლებები აქვთ, თან არა მოქალაქეებს გულისხმობ მე ხა ამ შემთხვევაში, ხო? მიგრანტებს ძირითადად აქვთ იგივე უფლებები, ან ხანდახან შეიძლება ცოტა უფრო მეტიც, ვიდრე ადგილობრივ ინგლისელებს. ეს ეხლა სასაცილო არის რეალურად, არა მხოლოდ ნაციონალიზმის ზოგადად common sense, რასაც ქვია, ანუ საღიაზრის პრინციპსაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ნელ-ნელა არსებობს რეაქცია ევროპულ საზოგადოებებში, არ დაგვაუწყდეს ამერიკული საზოგადოება, რომელიც გამოღვიძების კი არა, ძალიან მნიშვნელოვან პროცესებშია შესული და სწორედ ამიტომ ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩარლი კირკის პოლიტიკური მკვლელობა სწორედ ამის გამო გამოძახილი იყო, მე მგონი ამაში მეთანხმები და ჩვენ ამ პროცესებს ვართ ჩამორჩენილი აბსოლუტურად ჩვენთან არსებობს ასეთ ეროვნული იდენტობის ასე ვთქვათ განსაზღვრებაც კი დღევანდელ სოციუმში არასწორად არის გაგებული, არსებობს კონსერვატიული მოძრაობები და თუ ვინმე აცხადებს რომ არის კონსერვატიული და რაღაცა სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, თითქოს არის მთლიანად იმ ძალასთან ასოცირებული და იმ ძალის გამართლებაზე და იმ ძალის გეოპოლიტიკურ გამართლებაზე ორიენტირებული, რომელიც პირველ რიგში იღწვის და დღემდე იბრძვის და იბრძოდა და აწლეულებია და აწლეულებია, რომელსაც უნდა წაგვართოს ეს სუვერენიტეტი და რეალურად ჩვენი კულტურა და ჩვენი ეროვნება და ჩვენი რაც კი გვაქვს კონსერვაციისთვის, ესე ვთქვათ, კონსერვატიზმსაც უკავშირდება, დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთზე მაქვს საუბარი, ხო? ეხლა როგორ შეიძლება ადამიანი ამბობდეს, რომ არის კონსერვატორი, არის ნაციონალისტი და საქართველოს მომავალს აკავშირებს რუსეთთან, რომელსაც ნებისმიერი კონსერვატიული პოლიტიკა რა იქნება ეს რა ქვია, ნარკომუხმარება, განქორწინება, აბორტების რაოდენობა, ეკლესიაში სიარულის რაოდენობა, ყველაფერში იმყოფება ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ყველაზე ლიბერალ ევროპულ ქვეყანასთანაც კი. აი ჩეხეთი ვაროთ, მაგალითად, ესტონეთი რო ყველაზე ათეისტი ქვეყნებია, მასა შედარებითაც კი რუსეთს აქვს ყველაზე უფრო ნაკლები ეკლესიაში სიარულის აი ჯორჯიის შტატი, მე ხა ამას ვნახე ეს რა ქვია. ჩვენ რო ვიეძახით ამერიკელებზე, რომ ესენი უღმერთოები არიან, ჯორჯიის შტატს, ამერიკულ ჯორჯიას აქვს ეკლესიაში სიარულის უფრო მაღალი მაჩვენებელი ვიდრე ჩვენ, ვიდრე საქართველოს, ნამდვილ ჯორჯიას. ხო, ამდენად ეს გასათვალისწინებელია. ამ ყველაფერმა რომ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ და ჩვენ არათუ პარტიები არ აყავს ამისი, არამედ ცხოვრების წესიც არ აგვაქვს ესეთი, ხო? ანუ პარტიები რაღაც რამდენიმე პარტია არსებობს, თუმცა ცნობადობა საზოგადოების არ აქვს.
მათი კურსიც საკმაოდ აცდენილია, მე უბრალოდ არჩევნების სიას რო გადახედა პარტიების სია რო ნახო, იქ არის ნაციონალისტური გაერთიანება, რა ქვიათ ერთი თემა, ხო, რა სახელები არსებობს, იდეით ნაციონალისტურ იდეებს საუბრობენ, უბრალოდ აქ აქვს ძალიან ისეთი აცდენა საკითხში. ნაციონალიზმი ხო, მაგას ვაკონკრეტებ ხარ, რომ რა აცდენა აქვს. ზოგადად ერების ფორმირებისთვის საჭიროა შიდა კონსენსუსი და შიდა კონსოლიდაცია, ხო? მაგაც უნდა გქონდეს მაჩვენებლები ის მიხედვითაც ერი გაერთიანდება. არსებობს ერთი მომენტი, რაც მტერი, გარე მტერი, საერთო მტერი, რომელიც ამ ერთობას უნდა ყავდეს, ხო? რომ ეს მუდმივად ხიზლად იყოს ერი და ელოდოს რაღაც ეგზისტენციალურ საფრთხემდე არ მივიდეს და მზად იყოს ყველა მიმართულებით, თუნდაც იდეოლოგიურად იყოს ამისთვის მზად, უსაფრთხოების ნაწილში იყოს ამისთვის მზად. ჩვენი ეგზისტენციალური საფრთხე არის რუსეთი. აი თუნდაც რელიგიაზე საუბრობდი და მინდა აღნიშნო ერთი ფაქტი, რუსეთმა ავტოკეფალია გაგვიუქმა, ხო, ჩვენ ოკუპაციის შემდეგ. დაგვინიშნა ეგზარხოსი. ხო? მე საბჭოთა კავშირის დროს რაც უწყება მართავდა ეკლესიას, ნუ ჩვენ ავტოკეფალია გქონდა იმ პერიოდში, აღდგენილი ავტოკეფალია, რომელიც პირველი რესპუბლიკის აღდგენის დროს აღვადგინეთ ავტოკეფალია აქ პერიოდში, იმის მერე ავტოკეფალია აღდგენილი გვაქვს და მაგრამ მაინც აი ყველაფერი მართული იყო, ისეთ სახელმწიფოში ვიყავით, ახლა ვიყავით ათეისტურ სახელმწიფოში, ხო? და რელიგიას ყველაზე მეტი ზიანი ჩვენთან რუსეთმა მიაყენა, იმიტომ რომ ავტოკეფალია გაგვიუქმა უძველეს მართლმადიდებელ სახელმწიფოს. გაგვიუქმა, მაშინ ხო ჩვენ არ ვიყავით რესპუბლიკური მოწყობის, გაგვიუქმა ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნიშნები, რაც მაშინ გაგვაჩნდა. 200 წლის განმავლობაში მათ იმპერიის ქვეშ ვიყავით. დაახლოებით 118 წელი, ხო? თუ 120 წელი დაახლოებით იმპერიის ქვეშ ვიყავით. მერე 70 წელი გავატარეთ საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირმა რა დაღი დაასვა ამაზე კიდე ცალკე საუბარი და ცალკე გადაცემა შეიძლება გაკეთდეს ქართული საზოგადოების განვითარებაში რა როლი იქონია საბჭოთა 70-მა წელმა. რა ვიცი, მე მიკვეს ნაციონალისტად რო პოზიციონირდება ადამიანი და საუბრობს იმაზე, რომ აი მართლმადიდებლური რუსეთი არის ჩვენი მოკავშირე და იქ შეიძლება ხსნის პოვნა. პარამეტრებით ჩამოთვალე სტატისტიკური მაჩვენებლები და პარამეტრები, ისი მიხედვით არის რუსეთის სოფლიოში პირველ ადგილზე. ნარკომანიის, შიცის და სხვადასხვა უბედურებების რა. თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ისევ მულტიკულტურულ სახელმწიფოში, რასაც დღესაც რუსეთი წარმოადგენს და გვინდა ესეთ მულტიკულტურულ ერთობაში ყოფნა, მაშინ ნაციონალიზმზე აქ საუბარი არ არის და ვერ უნდა პოზიციონდეთ. ნაციონალიზმი და მისი სათავეები არის ჭეშმარიტად ევროპული და საფუძველს იღებს ევროპული სახელმწიფოებიდან ეს იდეა მოდის იქიდან. პირველი ამის მცდელობა იყო ინგლისში, ხო? როცა სუვერენიტეტი ხალხმა აიღო ხელში და შემდგომში საფრანგეთი, ამერიკა და ნელ-ნელა ეს პროცესები აქ ჩამოყალიბდა. პირველი ნიშნები აქედან მოდის და ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი საერთო მტერი ევროპა. რაც არ უნდა მემარცხენე იდეოლოგიაზე იყოს ევროპა და რაც არ უნდა მულტიკულტურიზმის პერიოდი გამო ევროპამ გლობალიზაციის პერიოდშიც ევროპაში ბევრი ისეთი საკითხი წამოიჭრა, მიგრაციის საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შეცვალა ევროპის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზე მოსახლეობის ეთნიკური ბალანსი, ხო? და ეს გამოწვევაა დღეს ევროპაში. ამ გამოწვევის საპასუხოდ წამოვიდა ტენდენციები, ტენდენციები წამოვიდა ჩვენ დღეს უყურებთ და დღეს ვიცით ეს ტენდენციები, მაგრამ ტენდენციები უფრო ადრეც წამოვიდა, მაგალითად ტენდენციები პოლონეთში დაახლოებით 2015 წლიდან წამოვიდა ეს ტენდენციები, რომ ნაციონალისტური ორგანიზაციები და ჯგუფები იქ მომძლავრდნენ და ნაციონალისტური ხელისუფლება ყავს დღეს პოლონეთს და ვხედავთ, რომ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, ალბათ დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქვეყანაა ეკონომიკურად და ეკონომიკური პარამეტრებით, ასევე უსაფრთხოების კუთხით ნატოსთვის ერთ-ერთი მყარი დასაყრდენია, ხო, აღმოსავლეთში. შევახსენებ მსმენელს, რომ ეს პოლონეთის ეკონომიკა გახდა 1 ტრილიონი დოლარი უკვე, ეს მოხდა გასულ თვეში და ეს არის სწორედ მისი ხალხზე, ეროვნულ სუვერენიტეტზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგი. უბრალოდ ჩვენ ნაციონალიზმზე როცა საუბრობთ და ჩვენ მის
თავარ მოწინააღმდეგეთ საქართველოში, როცა განვიხილავთ რუსეთს, მე მგონი ეს ნელა უნდა შეიგნოს ესე ვთქვათ იმ მასამ, რომელსაც მიაჩნია რუსეთი რაღაცის მშველელია ჩვენთვის, ხო? იგივე მიგრაციული პროცესები, რაც ევროპაში ხდება, არ დაგვაუწეს, რომ ეს რუსებისგან არის წაკეცებული. არ დაგვაუწეს, რომ დღევანდელი ბელარუსის საზღვარზე შეშვებული ყავს ლუკაშენკოს ახლო აღმოსავლელი ტოლულები. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კი არა და პირიქით ერთ-ერთი ყველაზე საშიში საზღვარია პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი. კი ბატონო. და ცდილობს ამ შემთხვევაში რუსეთი და ბელარუსი, რომ გაატაროს, თორე რო არ უნდოდეს ამ ტოლულების შესვლა ევროპაში და პოლონეთში ბელარუსს, მე მგონი არც თვითონ არ მიიღებდა, ხო რაღაცნაირად რაკეტავდა საზღვარს. ასე რომ თვითონ ეს ქვეყნები, ეს ორი ქვეყანა თავის მხრივ ცდილობს, რომ ევროპა დაასუსტოს სწორედ აი ამ ახალი ემიგრაციით, რომელიც ესე ვთქვათ, მათ მიერ წაკეცებულიც არის რაღაც ხრი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოხატულებაც არის იმ სირიის მაგალითზე, ხო? რასაც მოყვა პრინციპში მე ეს დიდი ემიგრაცია, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევეხოთ სირიამდეც პოლონეთი ბელარუსის საზღვარი საკმაოდ ან სირიის რომ პირველ კონფლიქტზე საუბრობ შენ ალბათ პირველ დაპირისპირებას ხო? კი ბატონო. ხო, მე მაინც მინდა შევეხოთ ძალიან არ მინდა რომ გაგვიგრძელდეს. აი ამ მემარცხენე მოძრაობას ეხლა კაცმა რო თქვას მე მოვიყვან მაგალითს და მოვიყვან ფრაზას მათეუშ მორავიეცკის ფრაზას, რომელიც პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ასე ვთქვათ კანონის სამართლიდან არის პარტია არსებობს ესეთი. და მან განაცხადა სიპაკზე კონსერვატორების კონფერენციაზე, რომ დღევანდელ ნაციონალისტებზე კონსერვატორებს ყავს ორი ტერი. ერთი მხრივ ეს არის რუსეთი, ყველა ვარიანტი ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან სამწუხაროდ ეს არის ევროპის ფარგლებში და ევროპის სიღრმეში ამოზრდილი და საკმაოდ აქტიური, კარგად დაფინანსებული ფრაქცია, ჯგუფი რადიკალ მემარცხენეების, ეგრეთ წოდებული ლიბერალების. ეხლა მე ცოტა სიტყვა ლიბერალს არ გავაფუჭებდი ამ ხალხის დასახასიათებლად რეალურად რო ვთქვათ. დავარქვათ ამას მემარცხენე რადიკალი მემარცხენე ფრაქცია, რომლებიც ფაქტობრივად აი კომუნიზმის იდეები რაც არის, იგივე რადიკალური გლობალიზაცია, ერების საზღვრების მოშლა, ყოველას ეროვნული იდენტობის მოშლა, ხო? ამ ყველაფრის მოწინააღმდეგ ის არის, რა ვქვი, ფლაგმანია და ისინი ცდილობენ უტოპიური ისეთ საზოგადოების შექმნას, სადაც არ იქნება ის ფუნდამენტური მახასიათებლები, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ამ ეროვნებებზე და ნაციონალიზმზე ზოგადად, რაც მე მგონი წარმატებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია, იმიტომ რომ ეხლა საბჭოთა კავშირი იყო ეცადა საბჭოთა კავშირმა ყოფილი იყო ესეთი უტოპიური სახელმწიფო და პირველივე 10 წლეულში მათ როცა ნახეს ეს სოციალური შედეგები ამ რაღაც კომუნების და მსგავსი ტიპის თანაცხოვრების, მათ პირველივე 10 წლეულში შეცვალეს კომუნიზმის პირვანდელი იდეა რეალურად სტალინის ქვეშ, ხო? და გადაიხარა ეს ლენინისტური ხედვა, ისა რა ქვია, ულტრანაციონალიზმის ხედვა, რაც გულისხმობს, რომ საზღვრების და ერების იდენტობა მორღვეული იყო მთლიანად, გადაიხარა სხვა ხედვაში, რაც გულისხმობდა შემდგომში რუსეთის როგორც მამა ერის ფუნქციას. ხო, მისი კონტროლის ქვეშ, ამ ყველაფერს. კი ბატონო. ასე რომ ეს იდეები დაბრუნდა სამწუხაროდ, არსებობს სოციალისტ ინტერნაციონალი. დაბრუნდაზე ვერ ვიტყოდი, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 70 წელია ევროპაში ყველაფერი. უბრალოდ მე მგონი ძალიან გაძლიერებული იყო ვიდრე დღეს უკვე მათი შესდომებით, რასაც ეს ცალსახად ესე იგი არალეგალური ემიგრაციის ნაწილი, რასაც შედეგად მოყვა აი დისბალანსის თემა, მოსახლეობის დისბალანსის თემა, აშკარად შეაწუხა ადგილობრივები და ამერიკაში ტრამპის ფენომენი ამის პირველი გამოძახილი იყო ჯერ კიდევ 2016 წელს ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ცალსახად ერთ-ერთი დიდი ნაწილი იყო ემიგრაციის ნაწილი. და ის საუბრები ახლა მაგალითად გამარჯვება იტალიაში ფრატელი დე იტალია, ანუ ჯორჯია მელონის პარტიას გულისხმობ, საფრანგეთში ამ ლეპენის, რომელიც არც ისე ჩვენთვის სასურველი ფიგურაა, კაცმა რო თქვას, მაგრამ ნუ რაც რეალობაა ახლა ეს, ხო?
იგივე გერმანიაში AfD-ის საკითხმა, რაც ასევე არ არის ჩვენთვის მაინც და მაინც ყველაზე სასურველი ფრაქცია, მაგრამ ესეც რეალობაა, სწორედ ევროპული პრობლემებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი გამოიკვეთა, როცა ჩვენ ეხლა დავიწყეთ ახალი ემიგრაციის მიღება, ანუ ვითომ როცა ევროპელები მეუბნებიან, თქვენ გაგიმართლათ აღმოსავლეთ ევროპელებს, იმიტომ რომ მანდა არ დაგიშვიათ ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით. ეხლა ვიწყეთ ამის დაშვებას, ესე. ხო, ეხლა მე გავაგზელებ ეხლა ამ საკითხს და ერთ რაღაცას ვიტყვიო. მემარცხენეებთან ერთად რუსეთიც რო არის ჩვენი მტერი, ამის კარგი მაგალითი ისაა, რომ რუსეთი თვითონ იყენებს აი თვითონ შიდა მოხმარებისთვის და თავისი ერისთვის, რომ ის არის მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის დამცველი, ის არის ტრადიციების დამცველი, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ კონტინენტზე. ამ საუბარში და ამ დისკუსში შემოყავს სხვადასხვა მემარჯვენე პლატფორმები ევროპაში, ხო? გამოძიებებიც იყო და დამტკიცდა მათ შორის რაღაც კავშირები, ხო? იყო რაღაც ორგანიზაციები, რომელიც ეს ფინანსდებოდნენ და იყო ამ საკითხებზე მუშაობა ევროპაში. ანუ სათავისოდ იყენებს ამ ყველაფერს, რომ თვითონ არის პირველი დამცველი, იმიტომ რომ რატომ ყოველთ მემარცხენეებმა შექმნეს ეს დისკურსი და რუსეთი იყენებს ამას თავისი შიდა მოხმარებისთვისაც და საგარეო პოლიტიკისთვისაც. რატომაც არა. ეხლა უყურეთ ჩვენთან რა მდგომარეობაა მიმართულებით და ჩვენთან რა ხდება. ჩვენ ხო დღეს ეხლა თქვენი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მე ესე ვიტყოდი, ამ დღევანდელი მოცემულობით, გადავიდა ეროვნულ მოტივებზე, რა, თვითონ ესე გვესაუბრება, რომ ჩვენ ვართ ეროვნული სახელმწიფო, აი ვითარდებით, განვითარდით, წინ მივდივართ და აი ეგ ზუსტად რაზეც მიგრაციაზე ვსაუბრობდით, გუშინ წინ, თუ 2-3 დღის წინ, მათმა ერთ-ერთ მთავარმა იდეოლოგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ახალგაზრდები, ვისაც აქ დღეს ამ ქვეყანაში იმედი არ აქვს, რაღაცის იმედი არ აქვს, დატოვონ ეს ქვეყანა. და ხედავთ უკვე მიგრაციას ეროვნული რაღა უნდა. ანუ ახალგაზრდას, ეხლა ახალგაზრდას, რომელიც დღეს შეიძლება იყოს რაღაც თავისი იდეოლოგიის თუ თავისი მსოფლმხედველობის ფორმირების პროცესში, მან შეიძლება დღეს მოწონდეს რაღაც მემარცხენეული, ხო, მემარჯვენეული, ანუ ის ფორმირების პროცესშია, ხო, ანუ ის ყალიბდება. მას უნდა შეუქმნა შენის გარემო, რომ განვითარება შეძლოს ეს ერთი და ის ნაციონალისტური მუხტი დაახვედრო, ხო, ქვეყანაში, რომ მას აღარ მოუნდეს ამ ქვეყნიდან წასვლა და ისიც ჩაებას იმ ერთიანობაში და საერთო საქმეში, რომელსაც ქვეყნის და ერის ფორმირება ქვია. ამის მაგალითად ჩვენ მოუწოდებთ ამ ხალხს, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. მე იდეოლოგიის შემოტრიალება, აი, კარგად აკეთებს ამ ყველაფერს, ხო, ჩვენი ხელისუფლებას და აი ზუსტად ის, აი გავს რაღაცნაირად იმ ორგანიზაციების ხელწერას, რომელიც აი რუსეთთან კავშირში არიან ევროპაში, ამ მემარჯვენეულ იდეოლოგიებზე ვსაუბრობ, რომ ისინი ამ მემარცხენეებს კი ბატონო ჩვენც ხვდებით, რომ ის მემარცხენეული პოლიტიკა, რაც 80 წლის 70 წლის განმავლობაში ევროპაში მეორე მსოფლიო ომის მერე წავიდა, უკვე უტოპიაში გადაიჩეხა. უკვე მძიმე სიმპტომები გამოიღო და უკვე ეს ყველაფერი ბრუნდება ბუმერანგივით უკან ევროპისთვის. და ნელ-ნელა ევროპული ერები ხვდებიან, რომ გამოგვიძების დრო არის საჭირო და დრო არის, რომ ერთმანეთს ხელი ჩაჭიდონ, ისევ დაუბრუნდნენ ერთიან საწყისებს ქვეყნის შიგნით და პროპაგანდა ჩვენ გვიჩვენებს მარტო აი კიდევ იმ მემარცხენეულ, იმ რადიკალურ მემარცხენეულ ნაწილს. და არ გვესაუბრება ევროპის იმ ნაწილზე, რომელიც იღვიძებს ნელ-ნელა. აი მაგალითად ეხლა პოლონეთი უნდა იყოს მაგალითად ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო, ხო? აუცილებლად. და პოლონეთთან ეხლა დღევანდელ რეალობაში ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს კომუნიკაცია. თუ საუბარი არის რეალურად ეროვნულობაზე, ვინმეს ეროვნულობაზე და კონსერვატიზმზე, პოლონეთზე კარგი მაგალითი ამის ბუნებაში არ არსებობს. იქნება ეს შიდა, ეხლა აი იგივე აბორტების თემა ავიღოთ. აი ხო, ეხლა რასაც ქვია პოლიტიკის გატარებაში, აბორტების თემა ერთ-ერთი რა. პოლონეთი კრძალავს აბორტს. ესენი ოცნებას გულისხმობ. უნგრეთთან რო ვითომ მაგრად მაკაცობენ და უნგრეთიც კარგი მაგალითია. კი ბატონო, უნგრეთში სრულიად საწინააღმდეგო კანონებია აბორტთან დაკავშირებით. ხო, თანახმად უნგრეთი რას აკეთებს? ორბანი თავიდან მოდის როგორც ლიბერალური პარტიის ლიდერი ხელისუფლებაში და ხდება პრემიერ-მინისტრი და ის ხდება ქვეყნის მმართველი. აი უკვე როგორც კი ნაციონალისტური მუხტი იწყებს პოლონეთში და ევროპის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას, ამასაც კარგად იყენებს ორბანი და გადაყავს უნგრეთი ნაციონალისტურ ფლანგზე.
სხვათა შორის, აი სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, რამდენიმე წლით ადრე, ორბანი იყო ერთ-ერთი ფლაგმანი ნაციონალისტური და კონსერვატიული შეხედულებების ევროპაში და ამას ტრამპიც ამბობდა, რომ ჩემი ერთ-ერთი დასაყრდენი და სანდო პარტნიორი ორბანია, ხო, ევროპაში. ამ უკრაინის ომმა ეს დამოკიდებულებები შეცვალა ორბანის მიმართ და უკრაინის ომმაც რაღაცნაირად აქსელერაციას შეუწყო ხელი ევროპაში იმის, რომ ისევ დაბრუნებოდა ევროპა ნაციონალისტურ საწყისებს, იმიტომ რომ აი ეს მშვიდობიანი პოლიტიკა, აი ის რომ ჩვენ ყველა უნდა მივიღოთ და ნელ-ნელა უკვე უსაფრთხოების გარანტიების გაქრობა იმას, რომ თუ მილიტარიზდებოდა ევროპა მაგალითად პირველი მსოფლიო ომის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მე უკვე ნელ-ნელა დემილიტარიზაცია დაიწყო ევროპამ, უფრო სოციალისტური გახდა ევროპა, ის ხარჯები რაც უნდა წასულიყო მაგალითად სამხედრო სფეროში, უკვე გადავიდა სოციალურ სფეროში და ნელ-ნელა უკვე ანუ მარტივად რო ვთქვათ, მოდუნდა საზოგადოება, საფრთხეს ვეღარ გრძნობდნენ და დღეს უკვე რეალური საფრთხეა რუსეთის მხრიდან, ხო? ამანაც დიდი როლი ითამაშა ამ დღევანდელი ტენდენციების წინ წამოწევაში და ჩვენ ვერ ვეწევით ამ პროცესებს. ჩვენ გამოვტოვეთ ყველა პროცესს, დღესაც ვტოვებთ. დღეს ვტოვებთ კიდევ უფრო ესეთი ტექნოლოგიური ეპოქის პროცესებს ვტოვებთ. და ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ნამდვილმა ეროვნულმა მთავრობამ შეუძლია რომ მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყაროს ახალ ესეთ ეროვნულ პარტიებთან, ევროპულ, იტალიასთან, პოლონეთთან, ბრიტანეთთან, ამერიკასთან ბოლოს და ბოლოს, ხო, სადაც ეს მაგას ფრაქცია ძალიან სერიოზული ფრაქცია, მაგრამ ნუ რაზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ ეხლამდელი ჩვენი ეს მმართველი ელიტები მიბმულები არიან თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაციასთან. მოკლედ ახლა ჩვენ ძალიან როლში შევედით, საკმაოდ ბევრი დრო გავიდა, მინდა გითხრა. მე ერთს ვიტყვი, მეგონი ვერ ვიგრძენით ეს დროისას და ეს კარგი არის პრინციპში. ხო, აბა დაასასრულისკენ ერთს ვიტყვი, რომ რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული რა ეპოქებით საქართველოს გამოტოვა, აი დოდაშვილი ვახსენეთ, ჭავჭავაძის პერიოდი ვახსენეთ, ამ იმპერიის ქვეშ ვიყავით და გამოვტოვეთ ашკარად ეს პროცესები განვითარების. გამოტოვეთ ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განვითარების პროცესი სამყაროში და ახლა საფრთხის წინაშე ვართ, რომ გამოვტოვოთ ტექნოლოგიური განვითარების პროცესი. ახლა დღეს ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიების წინსაცვლა, მეცნიერებების კიდევ უფრო მეტად შორს წასვლა და განვითარება და ის პროცესები, რაც სამყაროში დღეს მიდის, ამას ჩვენ რეალურად მოწყვეტილები ვართ. თუნდაც უსაფრთხოების საკითხები ავიღოთ. დრონი დღეს გახდა ყველაზე იაფი თავდაცვის საშუალება. ნუ თავდასხმისაც. და უსაფრთხოების კარგი გარანტია. იაფიანი საშუალება, რომელთაც შეგიძლია შენი ქვეყნის ტერიტორიები დაიცვა და საფრთხეები აიღო. ჩვენ ამ პერიოდს ვტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ კონსოლიდირებული ერი, დღეს ვართ პოლარიზირებულები და დღეს გვჭირდება ერთიანობა. დღეს ხედავთ ჩვენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან კარგად კონტროლირებული და კარგად ორგანიზებული მთავრობა გვყავს ხელისუფლებაში. სამწუხაროდ ეგრეა. ამიტომ გვჭირდება დღეს კონსოლიდაცია ისე როგორც არასდროს და ყოველთვის ჩვენ საქმე იქამდე მიყვავდა რომ კონსოლიდაცია უნდა მოხდარიყო აი ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში როცა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვიდექით. სხვა მომენტებშიც გვჭირდება. ყოველდღიურ ყოფაში და ცხოვრებაში გვჭირდება ეს გაერთიანება. აი როცა ამ საფრთხეებს არ ხედავ, მაშინაც ერთიანები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს საფრთხეები არ დაუშვათ. ნუ ამის თქმა უნდა ძალიან კარგი. ხო, მოკლედ წავუყანოთ ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა ბოლოსკენ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი საინტერესო პირველი ეპიზოდი გამოგვივიდა და მხოლოდ თქვენი მოწონებების, გაზიარების, გვერდის და არხის გამოწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი კიდევ უფრო დახვეწა ჩვენი გადაცემების. ასე რომ უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. ნახვამდის.